მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ტაროს კუთხერის ჩემი გვერდი პირადი კონსულტაციები არის ფასიანი და რომ იცოდეთ ვისაც აინტერესებს ფინანსები და პირადი როგორ განვითარდება მომდევნო 6 თვის განმავლობაში 17 თებერვლამდე უნდა გაიაროთ ეს დიაგნოსტიკა. იმიტომ რომ ხდება ძალიან დიდი გარდატეხა და რა არის გასათვალისწინებელი, როგორ უნდა მოიქცეთ ფინანსებთან, საჯარო გაშლა ერთია, მაგრამ ყველასთან ინდივიდუალური არის ეს მაინც, რომ იცოდეთ, როგორ უნდა მოიქცეთ, სიტყვაზე გასცეთ, არ გასცეთ ეს ფინანსები, რა შეგიძლიათ გაყიდვები, ვისაც აინტერესებს, ეს გაყიდვები გააკეთოთ, თუ ჯერ თავი შეიკავოთ პირად ურთიერთობაში, ძველი პარტნიორი, ახალი თუ ვინ გამოჩნდება, როგორ იქნება, იმიტომ რომ ისეთი გარდამტეხი პერიოდი მოდის ახლა, თანაც ახალი წელიც ახლა შემოდის თებერვალში, რომ იცოდეთ და თანაც არის მზის დაბნელება და ამიტომ თუ კი ეს ყველაფერი გაინტერესებთ, შეგიძლიათ ჩაეწეროთ 6 თვიან პროგნოზე, ოღონდ ეს იქნება დიაგნოსტიკა. რა თქმა უნდა მითხრათ, რომ ეს არის ფინანსები, პირადი და კარიერა. სხვა მეტი რა არის კიდე. ამიტომ ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი არის, რომ იცოდეთ, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი არის ბევრისთვის, თუ არასწორი ქმედებები გექნებათ, რადიკალურად შეიცვლება, იცოდეთ, თქვენი რაღაცეები შეიძლება დაიბლოკოს, შეიძლება საერთოდ არ განვითარდეს, ამიტომ აქ გჭირდებათ სწორი ნაბიჯები და ეს იქნება დაახლოებით 6 თვიანი, თუმცა რა თქმა უნდა ეხლა სამსახურს რაღაცას რო გადაწყვიტავთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებას მიიღებთ, მეტხანსაც გაგრძელდება ხო ის გადაწყვეტილება, უკვე წლებზე არის დამოკიდებული. თუმცა ეს არ არის დიდხნიანი, ესე რომ ვთქვათ, ისეთი გადამწყვეტი პერიოდი, რო ეხლა გითხრათ 18 წლიანი, 20 წლიანი ციკლი, მაგრამ რა თქმა უნდა არის მაინც მნიშვნელოვანი და ეს გაინტერესებთ, უნდა გაიაროთ. ასევე შეიძლება, რა თქმა უნდა, ვოისებით ან წერილობით მიიღოთ შეტყობინება, ვოისებით უფრო. ხელა იმას რა დაწერს ტექსტს. კარგი, ვნახოთ რჩევა ზოგადად ყოველთვის არის. გადაადგილება. ინფორმაციების მოპოვება შესაძლებელია, გადაადგილება წინსვლა, რომელიც დიდი ხანია ან გარკვეული დრო ამას უკვე თქვენ ცდილობდით, მაგრამ რაღაც იყავით მაინც ესე ვთქვათ იმედგაცრუებულ პოზიციაში, ხო? რაღაც არ გამოდიოდა თითქოს, მაგრამ აქ აუცილებლად არის ეს გადაადგილება, შესაძლებელია თანხების შეგროვება იყოს, შესაძლებელია ინფორმაციის შეგროვება, შესაძლებელია რაღაც ინფორმაციის გარკვევა, გაგება. ეს არის კმაყოფილება. ხო, ეს არის კმაყოფილება და ნაყოფიერება ვიღაცასთან, არ ვიცი, მიცვალებულები აღსდგენ. ხო, ეხლა ჩემს საუბარს ბევრი ვერ გებულობთ. დავაფიქსირე. იმიტომ რომ წინა ვიდეოში ვთქვი, ბევრს გონია რომ ჩემი ვიდეოებით და ჩანაწერებით ენას ვიფხანთქო და ვინც ეს გითხრაო და მიკომენტარა 1-2-მა. არაკაც კი არ გსაყვედურობთ. ვინც ეს გითხრაო, ესე მიიღენ რომ ვიღაცა მითხრა, ვიღაცამ კი არ მითხრა ხალხნო. ეს იყო ნაგულისხმევი ფრაზა ჩემი მხრიდან. იმიტომ რომ როდესაც მე ვიდეოებს ვწერ და ვსაუბრობ და შემდეგ იგივე კითხვით შემოდის ადამიანი ან საპირისპიროდ იქცევა, ის ვიდეო არის ყველასთვის საყურადღებოდ.
არავინ თქვენ პრიორიტეტული არ ხართ. ნუ თვლით ესეთნაირად, რომ ვიღაცა პრიორიტეტული არის აქ. ჩემთან ნაცნობობა და მეგობრობა და ესეთი რაღაცები არ ხდება ხალხნო. მე ყველასთან, როდესაც ადამიანი რაღაცას ფულს იხდის თუ რაცა, სად შეიძლება გაკეთდეს ისე, რომ არ დაზიანდეს ენერგეტიკულად თვითონ ან მე, ვაკეთებ იქ უკვე რაღაცას კითხებს, ხო? შეთავაზებას ან ფასდაკლებას და ასე შემდეგ. მაგრამ ზოგიერთი არის, რომ იერიშით მოდის აქეთ. ეს იცით რას ნიშნავს? ეს არის დაუფასებლობა. მე რამდენჯერმე შეცდომა დავუშვი და ამ შეცდომას მე არ დავუშვებ მეტს. ძალიან დიდი გაკვეთილი მივიღე. ძალიან დიდი. ერთი კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნის, შეიძლება არ ვიცი, ვერ მივხვდი ისმენს თუ არ ისმენს ადამიანი, არანაირად, არასაც გამოაცხადებ, არაფერს არ ითვალისწინებს. თავისი პრეტენზიით შემოდის. ეხლა რომ ვამბობ, რომ არ არის ამის დრო, ეხლა არ არის ამის, არა, ესე უნდა იყოს ის, იმიტომ რომ ფული გადაიხადა. არა გენაცვალე, ადექი და თქვენ თვითონ გააკეთეთ. მაშინ. აი ამიტომ თქვი, რომ ზოგიერთს გონია, რომ ენა მეფხანება, იმიტომ წერ ვიდეოს მეთქვით, რომ ვინმეს კი არ თქვი ეგ სიტყვა. აი ეხლა ხაც რომ თქვი მე, რომ ის არა ქვია, მკვდრეთით აღდგომა ხდება, თქო, ეს რა არის, იცით? არ არის გამორიცხული, რომ თქვენი საგვარეულო ხაზი, მთლიანი წინაპრები. კი, გარდაცვლილებიც გეხმარებიან. მით უმეტეს თუ კი სთხოვთ, თუ კი მიმართავთ. უნდა მიმართოთ. მე არ ვამბობ სასაფლაოზე გადით კაცო. არა, ისე თქვენი გულში სადაც ხართ იქედან. კარგი, ნახოთ რა ხდება კიდევ რჩევა რა არის თქვენთან. აქ დახმარება ფიქსირდება, რომ ნაყოფიერებაში გადახვიდეთ. აშკარად როგორ არის, იცით? გამოჯანმრთელება. ძლებზე ხო არა გაქვთ ვინმე ეს პრობლემა აქ. ძვალი სახსარი ხერხემალი რამე. ნუ ახლა ჯანმრთელობაზე მე არ ვშლი იშვიათად. ჯანმრთელობაზე მხოლოდ მაშინ ვშლი, როცა წმენდები არის ადამიანთან და ფიზიკურ ზიანზეა გადასული, მაშინ ვამოწმებ რაღაცებს. ისი არა. აი აქ ზუსტად რაღაც არის ესეთი მომენტი, შეიძლება რაღაცა ტკივილიდან გამოსვლა. ყოველ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, ბევრ თქვენთაგანს მარტოობა მომდეს, მარტო ჩაიკეტოს, რაღაცა განმარტოვდეს ესეთი მდგომარეობა მიფიქსირდება თქვენთვის სახლში. აქ შემოსული ინფორმაციები არის თუ რაც არის, როგორ არის, იცი, იმდენად მნიშვნელოვანიც აღარ ხდება თქვენთვის. შეიძლება ეს ეტაპი იყოს ძალიან მალე, ხო? ბევრი თქვენთაგანისთვის. ამიტომ მე ასე გეტყოდით რჩევაში კი დავუთმეთ ეს დრო თქვენს და თავს ამან არ შეგაშინოთ. ეს არ იფიქროთ, რომ ეს არის დეპრესია ყოველთვის, ეს არ არის დეპრესია ყოველთვის, ეს არ არის ჯადო. ეს შესაძლებელი არის გადაღლა. ემოციური გადატვირთვა. ამ დროსაც ხდება, ხო? და გაზრდა. აღზრდა, შინაგანი ცვლილება, გარდაქმნა ადამიანის, როდესაც აი ამ ასეთ პერიოდს გადის, თუ ვინმე ამ მომენტში ხართ, ეს დეპრესია, ჯადო, იმაში არ ჩათვალოთ, ეს არის ადამიანის შინაგანად გარდაიქმნა, გარდაქმნა, გარდასახვა. ამიტომ დავუთმეთ ეს დრო. ნახოთ აბა კიდე. დასტაბილურება. მე ასე გეტყოდი თქვენ. ეს
ვიცით რა არის? თქვენ თუ რამე დაბნეულად გრძნობ თავს ან კუთხეში რომ დააყენებ ბავშვს რაღაც ესე გამოუვალ მდგომარეობაში ხართ ან რაღაც ესეთი არის ხო? ძიმი არჩევანის გაკეთება შეიძლება გიჭირთ, აი არჩევანის გაკეთება პირდაპირ. იცოდეთ რომ კი დაიცავით თქვენი საზღურები. საზღვრს დაცვა იცით რას ნიშნავს? ეს შეიძლება მოსულა ეს თემა არ მოსულა ჩემთან. აი ამას. არც მოგერიდოთ, არც არაფერი. აი აქ, იმიტომ რომ თქვენ სტაბილურობა ეს ყველაფერი გაქვთ, მაგრამ რაღაც ცოტა დაბნეული ხართ. არ არის გამორჩეული ვიღაცას დაცვების გაძლიერება სჭირდებოდეს. დაცვის გაძლიერება. გაძლიერება შეცვლა არა. შეცვლას რომ დაიწყებს ადამიანი და ფორი აქვს, ეს უკვე არის მისი ენერგეტიკა დაირღვა, შეცვლა არა, გაძლიერება. კარგი, კიდევ ნახოთ არჩევაში. ერთი ნაბიჯიან ერთი რაღაცა კიდევ გჭირდებათ. იცით რა არის? ეთყობა აქ გიყვართ, ნუსვენარი ხართ ჩემსავით, ხომ? ეს რაღაცა პრობლემების შექმნა საკუთარი თავისთვის თორე სხვისთვის კი არა, აი საკუთარი თავისთვის. რაღაც ასე რომ ვთქვათ, მაღაზიაში რომ შეხვალთ და ხურჯინი უნდა მოიკიდოთ და ქალი მყავს სხვათა შორის, როგორი ტიპაჟია? შანსი არ არის. ბორჯომი იყიდა, ერთი ბოთლი, მეტი რამე იყიდოს. გამოვა, მეორეჯერ წავა. ნახევარ საათში, ახლა 1 კილო შაქარს იყიდის. წამოვა. პური უნდა დილით გავა, პურს იყიდის 1 ცალ პურს. ხო შეიძლება პური იყიდოს, შაქარი უნდა, ბორჯომი უნდა, რაცხა უნდა, კარტოფილი უნდა, ის უნდა, სარეცხე საშუალებები. შანსი არ არის, რომ ყველაფერი ერთად იყიდოს. სარეცხის, რა ქვია, საშუალება უნდა წავა რაღაცა 200 გრამიც, ისი პატარას, იმ მეტს ტვირთს ხელში არ დაიკავებს და არ წამოიღებს. ნაყინი უნდა, ნაყინზე. რამდენი რამე ესე მომდება, იმდენი გავახლა წნევა მარაგი წიოთ, მე მაგალითად წნევა ვიწარს. ხარ გადაირიე. ყველა იმასე რამდენჯერ უნდა გავიდე გარეთ. არა, ასე იზამს, კი. პურზე ახლა დილით ხომ უწევს გასვლად, მაგრამ სარეცხე საშუალება ყოფნის სამაგიეროდ მერე და ესეთნაირად აქვს გაიმასქნელი, განსაზღვრული და ეთყობა თქვენ ასეთ კატეგორიას არ მიეკუთვნები. თქვენ ჩემსავით ხართ, რომ შეხვალთ და ერთი თვის მარაგი ზურგზე. არ ვკითხულობ, გაქვს, არა გაქვს, შეგიძლია ამის ზიდვა, არ შეგიძლია, უნდა მოიდოთ მხრებზე. ხო. მე ვერ ვისწავლე მაგალითად. ესეთი ადამიანი გვერდით მყავს და ვერ ვისწავლე. ვერ დავამუღამე. ეს თქვენ იქნებ ისწავლოთ და ამხელა ტვირთი ესე რაღაცა თავზე წამოკიდებისგან გაინთავისუფლოთ თავი. აქ მარტო მაღაზიას მაგალითად მოყვანი შეიძლება სესხი იყოს. ვერ ისვენებთ ხო სესხი თუ არ გეკნათ, ან ვალი თუ არ გეკნათ. ესე რა აზრი აქვს ცხოვრებას, რაღაცა მიზანი ხომ უნდა გქონდეს. ზოგჯერ ეს მიზანიც არის, კი, იცი ისტუმრებ და შრომობ, მაგრამ საქმე რაშია, თუ გაგრძელდა ცოტა მეტი ხანი, კაცო პროცენტები ფული მიდის, ხო? ეს არის უკვე გაჟონვა. ესე იგი რაღაცას არასწორად ამუშავებდი იქ უკვე თქვენ. რადგანაც ბანკში ფული როცა მიდის, ნახეთ, ცესხი როცა მიდის. და 500 ლარი პროცენტი გაქვს გადასახდელი. 500 ლარი საკუთარ თავს მოახმარე სიტყვაზე. ხო? ეს უკვე გაჟონვა არის, მაგრამ ხანდახან ეხლა როცა დიდი საქმეს ეხება ეს, მაშინ კარგიც კი არის, იმიტომ რომ ეხლა ასე თანხების შეგროვება არ არის ადვილი, ხო? მაინც მოგებული რჩები, მაგრამ
ეს ვინც ახლა კარგ საქმეს აკეთებს, დიცაკ ბინას ყიდულობს რაცხას კიდე ხომ, მაგრამ მე ვამბობ ისე უბრალოდ რომ წამოიკიდებ ვალს და რისთვის გაქვს ეს ვალი ვერ ხვდები, აი ესეთ პრობლემაზე ვსაუბრობ აქ. აქ ყოველ შემთხვევაში განთავისუფლდებით, აი ამ ემიდან ოღონდ ცოტა დრო გჭირდებათ, დრო. მიიღებთ რაღაც ისეთ შეიძლება საქმეს, შეიძლება სამსახურს, შეიძლება რაღაციდან გაჩნდება, ხო, ესე რომ ვთქვათ, ფაქტები. თქვენ გეთიცით. აი ესეთი პოზიცია გვაქვს რჩევაში რა არის? არჩევანი. თქვენზე არის ჩემო კარგებო, მე რა გამოვაცხად ეს ტყუილად არ გამომიცხადებია. აუცილებლად, ვისაც გაინტერესებთ, უნდა გაიაროთ ეს, ეგ რა ქვია, 6 თვიანი პროგნოზი. რა თქმა უნდა, აქ უკვე თქვენს მონაცემებზე ხდება დიაგნოსტიკა და რა თქმა უნდა, ტაროზეც ხო ერთიანად, მთლიანად. ეს არის დიაგნოსტიკა, იმიტომ რომ ეხლა არის კი ვთქვი მე მგონი ხო თავში აი ეს დაბნელების პერიოდი და რასაც დაიწყებთ კარგ საქმეს თუ დაიწყებთ შეიძლება გამოვიდეს თუ რა თქმა უნდა გაქვთ მაგის პოტენციალი ბევრთან შეიძლება ბევრი რაღაცების გარდაქმნა მოხდეს ისეთი პერიოდია, ამიტომ სხვათა შორის წმენდებისთვისაც კარგი პერიოდი არის. ვისთანაც ვაკეთებ წმენდებს, აი ძალიან მაგარი პერიოდზე დაგემთხვათ, აუცილებლად თებერვალში მაგ პერიოდში დავამთხვევ წმენდებს, ვისთანაც ვმუშაობ. ეხლა ისე გადავანაწილებ, რომ ეს დასვენება ერთი ეტაპი მოვასწრო და შემდეგ მაგ პერიოდში ჩაგაგვეხოთ. იმიტომ ძალიან კარგი არის, რომ იცოდეთ. აქ ზუსტად ეს არის, აი რაღაც არჩევანი სხვათა შორის შესაძლებლობები, აქ იხსნება თქვენი გზები, მე ასე გეტყოდი ცურვილების ასრულება. ძალიან დიდი სიბრძნე თუ რა ვიცი მე რა არის აქ. აი ამ ხელა სიბრძნე საიდან მოდის, ეს ვერ მივხვდი. ძალიან დიდი ან რაღაც ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებ, შეიძლება ისეთი რაღაცა გააკეთოთ, რომ რანაირად როგორ დარჩეს მაშინ ესე, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი სურვილის ასრულება ფიქსირდება გენაცვალეთ. ძალიან დიდი. შეიძლება რავი, განათლებას თუ ეხება ეს და რაღაცა კურსებს გადიხართ, გაიარეთ მაშინ, იმიტომ რომ ძალიან წარმატებული იქნება. აი, როგორ ვთქვი ხო, ხედავთ სიტყვა წარმატებული. ინსტინქტურად გამომივიდა. რაღაცა ისე კმაყოფილი მსუყეთ, ხო? ესე იქნება ნამდვილად. აი, შესაძლებლობები პირდაპირ, ასე ვთქვათ, იცით რა, ბოლო არკანები, ყველა მაღალი არკანი ამოვიდა, აბსოლუტურად. ყველა მაღალი. კომუნიკაცია საზოგადოებრივი მდგომარეობა იზრდება აქ. არ არის გამორიცხული აქ მართლა ვიღაცასთან ესე შემოვიდე, ეს ძალიან ოღონდ ეს არის დამჯდარი პიროვნება. ანუ აქ თქვენ არ გჯერავთ ეს თუ მოხდება ოღონდ. ეს ინფორმაცია ვიღაცისთვის არის. აქ არის როგორ იცით, უცოლოა ოღონდ. უცოლო. აქ არის როგორი ვარიანტი, იცით ყობა თქვენ ამბობთ ესეთ რაღაცას, ან მიდიხართ იმ სიტყვამდე, რომ აი აღარ მინდა არაფერი, ან არავის არ მჯერა, ან რაღაც ესეთ ვარიანტზე მიდიხართ, აღარც გჯერავთ. აი თქვენთვის რაღაცა თქვენ სტიქიაში გადადიხართ. აი ძალებს იკრიბავთ, რაღაცა ესე ხართ, აგვარებთ დასტაბილურების მომენტში,
და აი მე ფიქსირდება ეს მამაკაცი და სხვათა შორის დამჯდარი რას ვიგულისხმე დამჯდარში დაღვინებული ვიგულისხმე ხო არ თუხთუხებს მაჯარებით დასტოინი ჩამოყალიბებული ძალიან დინჯი როგორ უნდა იყოს დათვი დინჯი ესეთი არის აი ზუსტად მაგ უარყოფითის პოზიციიდან გამოგიყვანთ დედა რა მაგარია აქ შენაძენი გაქვთ დიდი ასევე კიდევ აუცილებლად და ჯერ არ იცით ეს ოღონდ ან ვეხდებით საბუთი ან რამე აურა მომეწონა ეს შენაძენი მომეწონა ეს შენაძენი მომეწონა ეს არის როგორი რაღაც იცით სახლი ბინა რაღაც ესეთი ეს არ არის ოქრო ვერცხლი მაინტერესებს იმდენ ვიძახე შარშან ოქროები იყიდეთ ან რაღაცა ისეთი მსუყე რა ვიცი მე კაი ჰერმესის ჩანთა ან რამე ისეთი იყიდეთ რაღაც შენაძენები გააკეთეთ ვისთვის იყო ნუ გამოფენთ ამას საჯაროდ მაგრამ ხო აქ მიფიქსირდება აშკარად რაღაცა ესეთი იცით რა არის ეთყობა ამ პიროვნებას მოაქვს თან ეს წარმატება რაღაცა კარები იხსნება აუცილებლად აი როგორ იცით ახლა დილით ფანჯარა რო გახსნა გააღო და სუფთა ჰაერი და მზის სხივები რო ერთად შემოანათებს ესე არის ეს ადამიანი ეთყობა აქ ვიცი ხლა თქვენ ფინანსურად არ გიჭერთ მაგრამ რაღაც ავიჯე ესე კარგად უმახიანად მოდის და კიდევ სულ მაღალი არკანები ამოდის საზოგადოებრივი მდგომარეობაც იზრდება წარმატება ცნობილი ცნობადი რა დოკიდ მე ვაზავებით ხომ სულ მაღალი არკანები ამოფრინდა სულ მაღალი არკანები ძალიან მაგარია ეს უკვე ძალიან მაგარია აი როგორი რაღაც არის იცით მე არ გამოვრიცხავ რომ აქ ვიღაცასთან დაქორწინებაც იყოს ვინც ქორწინდებით და ვიცით ის ხალხი ქორწინდებით ვიცით ეს ახალია კაგეციდა ხო კაგეციდა ახლა ვიცი მე რამდენი ვიეტებიას ხო ეს კიდევ ახალი არის აქ ახალი ქორწილი გვექნება და მაგარო ესე იგი როგორ არის იცით თავიდან თქვენ ან არ დაიჯერებთ ან რაღაც ისე მათ მიიღებთ რა როგორ იცი ძინავს მესიზღრებაო ესე მიიღებთ საზოგადოებრივი მდგომარეობის გაზრდაც არის აქ ან ცნობილი ცნობადი რაღაც ცნობილი არა ცნობადი ცნობილი სხვა თემა ხო განსხვავება ახლა ცნობილებს და საქართველოს ფარგლებში სავარაუდოდ აბარა სხვა ქალბატონი ვინ უნდა იყოს ჩემთან თუ არა ძლიერი აქ ნახავთ თქვენი დაფასება იქნება აუცილებლად ძალიან დიდი წარმატება ჩემო-კარგებო სასწაული გაშლა არის მართლა და აი ამას მე რომ უყურებ ახლა მინდა შევიგრძნო და დავტკბე აი ამ რაღაცა სასწაული წარმატებით აქ იმხელა რა ვიცი მე ინტელექტი თუ ჭკუა გონება თუ რა ვიცი რამეს ამთავრებთ არ არის გამორიცხული ესეთნაირად რაღაცას აკეთებთ თქვენ აქ ეს იქნება გამარჯვება ეს იქნება დიდი სურვილის ასრულება
ეს იქნება საზოგადოებრივი მდგომარეობის ან სამეგობრო წრის გაზრდა, რაღაც აღიარება. ჩაფიქრებულ მიზნამდე მისვლა, ვიღაცასთან დაქორწინება, რა ვიცი, კიც დაგაოჯახეთ, სახლით შეგაძენინეთ, საზოგადოება ჭკვიანიც ახართ. იდეალურად არის აქ ყველაფერი. არ ვხუმრობ მეცინება, იმიტომ რომ ცოტა ესეთნაირად ეხლა ტაროში ყველაფერი იდეალურად არის, ხო? მეცინება ამ სიტყვაზე, მაგრამ რა გავაკეთო, იდეალურად არის. არ არის სასაცილო, იმიტომ რომ მაინც არ არის. რამდენჯერმე ესე გამოვაცხადე, ვიცი რომ ბევრთან რეზონინდა ეს ყველაფერი და გამოვიდა. მართლაც. აი ამიტომ კი მეცინება, მაგრამ მასე სასაცილოც არ არის აქ საქმე. ასე რომ მე ამ წარმატებას გისურვებ, დალაგება არ მინდა, ხედავთ, ვწელავ რაღაც დროს, იმიტომ რომ მინდა მართლა შევიგრძნო. აქ იმხელა წარმატება არის და რამე ხომ არ დამჩა კიდევ სათქმელი. თქო, არ არის გამორიცხული ვიღაც საზღვარგარეთაც სამოგზაუროდ წავიდეს. ესეც არის. აი მაგამდე მივა თქვენი ცხოვრება, რაღაც სიმშვიდე, ისეთი სიმშვიდე მოდის აქ. ეტყობა კარმულ ეტაპებიც დახურეთ ან დაასრულეთ, ხო, დახურავთ. კი, ახლა ისეთი დრო არის, ბევრთან დაიხურება ძველი კარმული ეტაპები, ზოგადად ბევრი ძველი რაღაცეები. და გარდასვლა, გადასვლა, აი ზუსტად როგორ უნდა გადახვიდეთ ამ უკეთესობისკენ. აი მარგიტომ გითხარით, გააკეთეთ ეს დიაგნოსტიკა აუცილებლად, თქო. ვინც გააკეთებს, ალბათ იმისთვის იქნება ეს გაშლა, ხო, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას ისეთაც გამოუვიდეს, ან იცის, გრძნობს და ასე შემდეგ, ხო, ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ვინც ვერ ხვდებით და არ იცით, გაიარეთ დიაგნოსტიკა და მიიღეთ. აი რა ნაბიჯები უნდა გადადგათ კონკრეტული რჩევები და აი აქ მე ასე გეტყვით, აი ამ ყველაფერს რაღაცნაირად ვისთვისაც არის ეს გაშლა ახერხებს კი არა, ეს იქნება საზოგადოებისთვის მარტო ყველასთვის თვალში მოსახვედრი, ისეთ პოზიციაზე გადავა აქ ადამიანი. აქ არის ივალი, რავალი, თავისუფლდებით აბსოლუტურად ჯანმრთელობას თუ ეხება, გამოჯანმრთელება არის, აი ფინანსური კრიზისი თუ გაქვთ, აი მაგ კრიზისის გაქრება, აი მომენტალურად რაღაცა ისე გაქრება, ეს ვალი არის რაღაც ისეთნაირად გაქრება, ეხლა ვერ ხვდებით, მაგრამ შემდეგ თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ, ვალი მქონდა და რანაირად ასე უცებ, როგორ აი რაღაცა ესეთი ხდება, ჩემო კარგებო. ეს არის სასწაული და პლუს კიდე პიროვნება ჩემოდის, აქ გამოდის, რომ ეს ძველი ან რაღაც ესეთები თუ იყო, იხურება, ხო? სრულდება ბევრთან. ან შეიძლება თუ სტაბილურ ურთიერთობაში ხართ, კარგი ურთიერთობა ვისაც გაქვთ, ბევრთან შეიძლება დალაგდეს პირიქით, განმტკიცდეს, ვისთანაც მეგობრული გაქვთ. ნუ ეხლა ვისთან როგორ ვიღაცასთან ახალით ჩემოდის. საკმაოდ, ესე ვთქვათ, თანაც ეს არ არის ნაბიჯები, როგორ იცით, აქამდე არ მიმართლებ და აქამდე რაღაცა, აქამდე თემა დახურული არის, არა. ეს სხვა ნაბიჯები, სხვა მოქმედება იქნება. ეს არ იქნება იგივე, რაც აქამდე თქვენ გაიარეთ. ესეთი მამაკაცი არ შემოდის აქ. გაიგეთ რა ხდება? ესეთი არა. და ბოლოს გისურვებთ წარმატებებს, ჩემო კარგებო, და ბოლოს ვიტყვი ესეთ რაღაცას, რომ საღდგომო ბოქსები შეგიძლიათ აქედანვე დაჯავშნოთ, რომ მერე მაგვიანდება და აღდგომის მერე ეს როგორც ახალ წელს იყო, ახალ წლის მერე მიიღო ბევრმა და ასე შემდეგ, ხო? შეგიძლიათ ახლავე დაჯავშნოთ, დაიწყო დაჯავშნება, დაჯავშნა რამდენიმე უკვე მივიღე, შეკვეთა, შიგნით იქნება განთავსებული, რა თქმა უნდა, დაცვა, გასაწმენდის საშუალებები, სახლისთვის,
სხვათა შორის ჯადოს ხსნის, ისე უბრალოსაც მენ საშუალებას საკმეველ ძარგ დავაზობ. სანთლები, სამაჯურები, რა თქმა უნდა, თილისმები, ფინანსური კოდი, ასევე თქვენი, რომელიც გახსნის თქვენს ფინანსურ არხს და ესე ვთქვათ, მარტივად შემოედინება უფრო თანხები და ბარაქის ქისები, რა თქმა უნდა, კიდევ ასეთნაირად სასიყვარულო ელექსირები და ასევე სიყვარულის, მაგრამ ეს არ ნიშნავს ვინმეზე შელოცვას, ეს არის უბრალოდ კეთილგანწყობა მოიპოვოთ და დადებითი ენერგია, სიყვარული ყველა ადამიანს სჭირდება, მეგობრიდან, თანამშრომელიდან, რა ვიცი მე, საზოგადოებიდან და რა თქმა უნდა, ვიღაცა პიროვნებიდანაც. ესეთი ფინანსების დაცვის ასევე, რომელიც არის სხვათა შორის ძალიან დიდი ნაკრები თუ რამე ბალახეულობა არსებობს, ყველა არის ნატურალური და საკმაოდ მდგრადი სურნელი აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ 500 ლარიან სუნამოებს რომ ყიდულობთ და იბკურებთ თუ ვინმე ხართ ესეთი, აქ იმას არ აქვს იმხელა მდგრადობა, რაც ჩემს ელექსირებს აქვს. ეს არის სასწაული, იმიტომ რომ ნატურალური პროდუქცია დამზადებული. ასე რომ შეგიძლიათ ესეც გაითვალისწინოთ, მე გისურვებთ წარმატებებს, თქვენი წარმატება, ჩემი წარმატებაც არის და ძალიან სასიამოვნო არის ჩემთვის, როდესაც წერენ, რომ ნინო კი ეს რაღაცა მოგვარდა, ეს საკითხი გამოვიდა, აი მე თქვენ ვარჩევამ დამეხმარა, თუნდაც რაღაცა შევიძინე, დამეხმარა და ასე შემდეგ. გისურვებთ წარმატებებს და გემშვიდობებით დროებით.